რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოიდგენდა მსოფლიო და მათ შორის საქართველოს, რომ აი ესეთ სახეცვლილებას განიცდიდა ამერიკის შეერთებული შტატები. კაცი, რომელიც იყო ამერიკის პრეზიდენტი, ბაიდენზე მაქვს საუბარი, ამბობდა, რომ ტრანსგენდერები არისო ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიამაყეო. აი ამის შემდგომ, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ დონალდ ტრამპი რადიკალურად სახეცვლილი არის და მისი გუნდით რუბიო, ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი თავიანთი პოლიტიკური საარჩევნო სისტემა და შემდგომშიც, როდესაც ისინი გამოდიან, ყოველთვის ქრისტიანულ მორალზე და ქრისტიანობაზე არის ხაზგასმა. ეს რა თქმა უნდა არის სასიხარულო. ჩვენ ეხლა იმას რო ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფლებამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რუსეთისკენ უნდა გადადგას ნაბიჯებიო. ეხლა ეგ იმას არნიშნავს, რომ რაღაცა რო კარგი წამოვა იმ ამერიკიდან, მაინც ამერიკელები ვაგინოთ და ვლანძღოთ. და ეს მესმის კიდევაც რაღაცა ეს განცხადებები სხვადასხვა სუბიექტებიდან, პოლიტოლოგებიდან, ექსპერტებიდან, რომ ნუ აი ეს სიყალბე, რა მნიშვნელობა აქვს? ეხლა სიყალბეა, პიარისთვის იყენებს ამას ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ფაქტი ერთია, რომ ცვლილება არის თვალსაჩინო, ადამიანი გამოვიდა თავისი, ესე იგი, როდესაც კონგრესში იყო და თქვა, რომ ჩვენო აღარ დავაფინანსებთ LGBT თემს, აღარ დავაფინანსებთ იქ სქესის შეცვლის გარკვეულ ოპერაციებს და მთლიანად აი ამ სოდომიას ფაქტობრივად კისერი მოუგრიხა ტრამპმა. და ეს ჩვენ გვაძლევს გარკვეულწილად საფუძვეს იმისა, რომ აქ განვახორციელოთ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის არის სასიკეთო. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეხლა ბაიდენი რო დარჩენილიყო ხელისუფლებაში, რა გაგრძელდებოდა? კვლავაც ეს LGBT თემი იქნებოდა ფრთებშესხმული, კვლავაც ეს იქნებოდა ზეწოლა ხელისუფლებაზე. ბოლოს როდის გაიგონეთ თქვენ ამერიკის საელჩოს განცხადება გეკითხებით? როდის გაიგონეთ ამერიკის ელჩის გამოხტომა და საელჩოს განცხადება, რომ ისინი გმობენ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას ან ბაჩიაშვილისთვის სიტყვაზე პატიმრობის შეფარდებას? დამთავრდა ამერიკის საელჩო მოეგო გონს, იმიტომ რომ შეიცვალა პოლიტიკა. თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც ამერიკის ელჩი ჩამოვიდა აქ და მაშინ ტრამპი იყო, სულ სხვა პოლიტიკა იყო. კელი დეგნანი, რომელიც იყო მაშინ, სულ სხვა პოლიტიკა იყო საქართველოს მიმართ და აგინებდნენ ამერიკის ელჩს. დღესაც უკვე სახეზეა, რომ პოლიტიკა შეიცვალა საქართველოს მიმართ. იმიტომ რომ საელჩო აღარ ერევა ჩვენ საქმეებში. და ყველაზე სასიამოვნო იყო ის, რომ ერთ-ერთი ეს ჩართვა იყო მარკო რუბიოს ამერიკულ ტელეარხზე და საერთოდ ეს აი როდესაც საუბრობენ იმის შესახებ, რომ აი ტრამპს რაღაცას რო გაუკეთონ, რომ მოკლან. იცით რა, არავით არის მაგის ჯერ ეგერთიც ნუ ყველაფრის გამორიცხვა შეუძლებელია, იმიტომ რომ ამერიკელებს უყვართ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტების კვლელობა, მაგრამ ესეთი რამე რომ მოინდომონ, რა აზრი აქვს? რუბიო, ვიცე-პრეზიდენტი, თლიანად თავისი გუნდი არის ტრამპზე უფრო მეტი ტრამპისტები არიან. ჩამოყალიბდა ახალი იდეოლოგია ტრამპიზმი, მეგობრებო, ამერიკაში. და ეს იშლება სხვადასხვა ქვეყნებში, ევროპაში უკვე დაიწყეს ამაზე საუბარი. ანუ ის, რასაც აცხადებს ტრამპი, ის უნდა გადაიტანონ ევროპულმა ქვეყნებმა. და ეს არის მისასალმებელი. ხა რაც კარგია იმაზე, ხა ბოლო-ბოლო ხა შავზე თეთრი რატო უნდა ვთქვათ? ჩვენ ბაიდენს ვაკრიტიკებდით იმ სოდომისტური პოლიტიკის გამო. და თუ შეიცვალა ეს პოლიტიკა, თქვა და მაინც ტრამპი ვაგინოთ? აი ცოტა არ იყოს ეხლა ზოგიერთი ადამიანი, აი მე მიკვირს, რომ ეხლა იცი რა, ესეთი თვითონ პუტინი არის გაოცებული და პუტინიც კმაყოფილებას გამოთქვამს იმის და რუსეთიდან. აქ ვერ გავიგე ზოგიერთი გამოდის და მაინც ესე იგი იგივე რიტორიკაზე არის აწყობილი. ეს ცოტა უცნაური არის. ეხლა ზელენსკისთან შეხვედრა არ მოგეწონათ, ეგ სხვა თემა არის, მაგრამ თავად ის იდეოლოგია, რომელიც არის ამერიკაში, ეს არის მისაღები. იმიტომ რომ ჩვენზე წნეხი მოცილდება. და რუბიოზე ვლაპარაკობდი. რუბიო გამოვიდა და ეს გამოსახული ქონდა, მეგობრებო, ჯვარი და აქ როგორც ჩვევიათ ამ ჩვენმა აი აქ ეკლესიის წრეებმა დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ
ესე იგი ეს არის ქრისტიანობა და რა საჭიროა ეს გამოსახული რო აქვს ეს ნახშირი ვაჩვენოთ ეს ადამიანი რომელიც აი ესე გამოვიდა და ეს აღნიშნავს იმას რომ კათოლიკე ეკლესიის ლიტურგიულ კალენდარში დიდმარხვის პირველი კვირადღის წინა ოთხშაბათი აღნიშნავს დიდმარხვის დასაწყისს. ამ დღეს მღვდელი მონანიებისა და მოქცევის ნიშნად მორწმუნეებს თავზე მცირეოდენ ნაცარს აყრის და ამბობს გახსოვდეს რომ მტვერი ხარ და მტრად იქცევი. არსებობს აგრეთვე ბოლო დროს დამკვიდრებული ფორმულა მოინანიეთ და იწამეთ სახარება. დროს მხოლოდ საზოგადო მონანიებისთვის განკუთვნილი ეს წესი პაპმა ურბანუს მეორემ დაამკვიდრა. ყველა მორწმუნეზე გაავრცელა ნაცარი სიკვდილსა და ადამიანის არარაობის გაცნობიერების სიმბოლოა. წინა წლის ნაკურთი ზეთისხილის ან მზის ტოტების დაწვის შედეგად მიიღება ყოველივე. ნაცრის ოთხშაბათს ეკლესია სამარხო და ხორცისგან თავშეკავების დღეს აცხადებს. ანუ ეს დანიშნულება აქვს, მეგობრებო, ამ ყველაფერს, თორე ეხლა ეს იცით რატო წავიკითხე ეს ყველაფერი. ეხლა ვიღაცამ შეიძლება ჩათვალა, რომ ეს ამ კაცმა თავისით იმას ქნა, ეს წაისვა ნახშირი და გამოისახა ჯვარი. ამას აქვს თავისი დატვირთვა. და ამ დატვირთვაზეც გავამახვილე ყურადღება და ამიტომ ეს არის პირველ რიგში მისასალმებელი და მე პატივსცემ აი ესეთი რეალურად მე გამიხარდა ეს, იმიტომ რომ საქმითაც ქრისტიანულად უნდა მოიქცეს ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნებული ვარ და ესეც იქნება და რეალობაც უნდა იყოს ისეთი რომ ქვეყანა რომელმაც აი შეცვალა ეს მიდგომები ბოლო პერიოდში დამკვიდრებული მიდგომები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სხვა რეალობაში გავიღვიძეთ და აი აღსანიშნავი იყო გამოსვლა ტრამპისა კონგრესში, როდესაც გამოვიდა, როგორი აქცენტები გააკეთა, აი როგორი ხაზგასმა იყო იმაზე თუ რაში ხარჯავდნენ ფულს, ესე იგი წინ დაცვეთაში ხარჯებოდა ფული, მოლდოვაში რაღაცა არჩევნების იმაზე იყო საუბარი, რაღაცა იმისი ადამიანების ცხოველებში იყო საუბარი იმაზე, რა ქვია რაღაც გამოყვანაზე, რაღაცა ცხოველის გამოყვანა რაღაცა სხვა ჯიშად, რაღაცა სისულელეებში იხარჯებოდა ფული. და ეს ყველაფერი აი ეს გადაკეტილი არის ყველა ეს ფინანსები ქართველი სოდომისტებისთვის. ბაბუცა პატარაია ცოტა ხანში, მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ, რომ სხვა პოლიტიკური ორიენტაციის ვიხილოთ, იმიტომ რომ ესენი ხო ფულზე დაგეშილი ხალხია. ესენი თუ ქუჩაში გამოდიან, ან რამეს ლაპარაკობენ, ეს არის გრანტი, რომ აი ესე უნდა გაეკეთებინა და ეხლა იმიტომაც მოაკლდათ ეს რაოდენობა ხალხის, რომ ფული აღარ არის. ფული როდესაც არ არის, ეხლა უფულოდ გამოვა ვინმე ქუჩაში, ან ეხლა ეს ქართველი სოდომისტები, ეს თბილისი პრაიდი, რომელიც ჯერ ბოლო-ბოლო ყოველი 17 მაისი გვითენდებოდა იმითი, რომ უნდა ესე იგი გვერბინა ქუჩაში და არ მიგვეცა საშუალება ამ ნაძილებისთვის, რომ ჩაეტარებინათ თავიანთი უმსგავსოება. დღეს წელს იქნება პირველი 17 მაისი, რომ ამ კუთხით დასვენებული ვიქნებით და კიდე 4 წელი სანამ ეს ტრამპი იქნება, მანამდე აი ამ 7-ად ვიქნებით ამ მიმართულებით, რომ ეს ყველაფერი აკვეთილი იქნება, იმიტომ რომ თავად ამერიკაში აკვეთილი და აქ საქართველოში არავინ არ მოითხოვს არც ამერიკის საელჩო და არც ადმინისტრაცია, რომ გინდა თუ არ გინდა აქ პრაიდები ჩაატარეთო. მორჩა წარსულს ჩაბარდა პრაიდების ისტორია, სოდომისტების პარპაში, სოფლიოშიც და საქართველოშიც.